გამარჯობათ. ვიმყოფები მესტიაში. დღეს არის 2026 წლის 16 აპრილი. სანამ თემაზე გადავიდოდეთ ალაპარაკოთ, მოგიწოდებთ იმათ, ვისაც საინტერესოდ მიგაჩნიათ ჩემი აქტიურობა, რომ გამოიწეროთ, დააფოლოვოთ აკაუნთი, დასვათ მოწონებები, ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ მეტ ადამიანს ჰქონდეს საშუალება მათი ნახვის. ახლა მე მინდა ვილაპარაკო ამ ბოლო ხანებში საქართველოში ფასებთან ატეხილ ხმაურთან და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან აქტიურად არის ახლა ლაპარაკი დღეს საქართველოში. მოგეხსენებათ, კომისიაც არის შექმნილი, მიმდინარეობს კომისიის ხდომები, დაიბარეს იქ სხვადასხვა ხალხი და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც ხედავთ, მაინც რაიმე გაიაფება, მე მგონი არ იგრძნობა, თქვათ, პროდუქტის მიმართულებით იქნება თუ სხვა მიმართულებით. და ან როგორ შეიძლება იგრძნობოდეს ასეთი მიდგომი, თქვათ, რასაც ჩვენ დღეს ხედავთ. საქართველოში არის წესითა რიგით უნდა იყოს, ისე როგორც სოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, საბაზრო ეკონომიკა. და წესითა რიგით საბაზრო ეკონომიკაში ფასებს ადგენს ბაზარი. მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია ამ შემთხვევაში, რომ რა შეიძლება იყოს სახელმწიფოს როლი. თუ კი ადგილი აქვს ფასებისში ჯანსაღი კონკურენციისადმი ხელის შეშლას. ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, რას გულისხმობ, მაგალითად, ვიღაცას შემოაქვს, თქვათ, შედარებით იაფად რძე, ან ძეხვი, ან აწარმოებს აქვს და თუ კი ვინმე მასზე ახდენს ზემოქმედებას, რომ ამაზე იაფად არ გაყიდო, თორე თქვათ, თუ ემუქრება და ასე შემდეგ, თუ არის რამე ასეთი შემთხვევები, გამოავლინოს ასეთი შემთხვევები და მიიღოს შესაბამისი ზომები. ხოლო საჭიროების შემთხვევაში კი კიდევ უფრო გაამკაცროს კანონმდებლობა. ამ ხრივ შეუძლია ფასების გაძვირებაზე ზემოქმედება სახელმწიფოს, მაგალითად. მაგრამ გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვათ, ფასების გაიაფების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი არის ეკონომიკური ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ყიდულუნარიანობის ზრდა. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, შეიძლება ფასი იგივე დარჩეს, მაგრამ თუ კი მოსახლეობის ყიდულუნარიანობა იზრდება, მაშინ მოსახლეობის უმრავლესობის მაინც, მაშინ იმ უმრავლესობას ის ფასი შედარებით უფრო იაფად იმ მოსახლისთვის, რომლის შემოსავალი იზრდება, უფრო იაფი გამოდის, ვიდრე იგივე ფასი რომც იყოს შემოსავალთან შეფარდებით, თუ შემოსავალი იზრდება, უფრო იაფი გამოდის. ამ მეთოდებით შეიძლება ებრძოლოს სახელმწიფო ფასების გაძვირებას. მაგრამ ახლა ეკონომიკის ზრდას რაც შეეხება, ეკონომიკის ზრდა, მთლიანი შიდა პროდუქტის და აქედან გამომდინარე ყიდულუნარიანობის ზრდა, ეს დაკავშირებულია ძალიან ბევრ ფაქტორთან. ეს არის სასამართლო სისტემა, ქვეყანაში დემოკრატიის დონე, ზოგადად რაც უფრო მაღალია სახელმწიფოში დემოკრატიის დონე, მით უფრო უმეტეს შემთხვევაში ასეა, მით უფრო მისაღებად ითვლება მით უფრო მიმზიდველად ითვლება ის პოტენციური ინვესტორებისათვის. გარდა ამისა, ზოგადად რეგიონში არსებული ვითარება, რომელიც ჩვენზე ნაკლებად არის დამოკიდებული, საქართველოს მოსახლეობაზე ნაკლებად არის დამოკიდებული, ვიდრე შიდა სიტუაცია უმეტეს შემთხვევაში და გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია. რადგან ხა თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები ქვეყანაში, შეხედეთ, მაგალითად ავიღოთ ახლა საქართველოს რუქა, ხო? აგერ საქართველოს რუქა, აგერ ხედავთ ცხინვალის რეგიონი, ცხინვალის რეგიონი, აგერ აფხაზეთი, ოკუპირებული ტერიტორიები. ახლა შეხედეთ, პოტენციური ინვესტორი, ახლა ჯერ ზოგადად ფასებზე რო ვლაპარაკობთ, ახლა შეხედეთ, მაგალითად, თუ რამე გვაცვია ტანსაცმელი, თუ რამე გვაქვს ტექნიკა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ფასებში მარტო პროდუქტის ფასები ხარ შედის, ფასებში შედის სხვადასხვა ფასები. მათი აბსოლუტური უმრავლესობა თუ ყველაფერია და ხომ საზღვარგარეთ ნაწარმოებია და საქართველოში თითქმის არაფერი არა ნაწარმოები, ხო? მანქანები, ტელეფონები, ტელევიზორები, კომპიუტერები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ასე შემდეგ, ხო? გარდა ამისა, პროდუქტის დიდი ნაწილიც უცხოურია. ის რომ აქ წარმოება განვითარდეს,
ამას ხო სჭირდება თავისთავად ინვესტიციები და საწარმოები, მაგალითად ფაბრიკა ქარხნები, მაგალითად მანქანების ქარხნები, ტანსაცმელის ფეხსაცმლის ფაბრიკები, ეს წვენების გადამუშავება რომ მოხდეს, ყველის ქარხნები და ასე შემდეგ და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც პოტენციური ინვესტორი ფიქრობს ფულის ჩადებას და ხედავს რომ არის ოკუპირებული ტერიტორიები, ის ფიქრობს რომ თქვა მილიარდობით დოლარი რო ჩავდო ქვეყანაში ან ასობით მილიონი თუ რა ვიცი ამდენიც იქნება და ოკუპირებული ტერიტორიები მას ეშინია რომ ასეთ შემთხვევაში არ დაეკარგოს ის ფული. ამიტომ რა თქმა უნდა, ოკუპირებული ტერიტორიების, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ეკონომიკის განვითარებაში. ახლა თქვენ შეხედეთ ამის საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის ასე ფაქტიურად რეალური ვარიანტი შეიძლება იყოს ის რომ კრემლის რეჟიმს პუტინმა ან წააგოს ან ისე გაუჭირდეს რომ ნებით თქვას უარი საქართველოს ტერიტორიების საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე ესა ოკუპაციაზე თქვას ნებით უარი და დეოკუპაციაზე რო წავიდეს თავისი ნებით გაჭირვებით თუ არ გაუჭირდა იმის გარეშე ნებით გული აუჩუყდება და დათმობს ეს ხო გამორიცხული ვარიანტია. ახლა რაც შეეხება გაჭირვებას ამაზე ხშირად ხოლმე პოლემიკა მაქვს რომ აი მაგალითადო ისაო პუტინიო უკან არიხევსო დათმობა გამორიცხულიაო ეს ისეთი უკან დაუხეველი არისო. აი შეხედეთ აგერ უყურეთ აგერ მას შემდეგ რაც უკრაინაში შეიჭრა და იქ აგრესიული ომი დაიწყო მოგეხსენებათ რომ მას შემდეგ მას ხელფეხი სერიოზულად შებორკილი აქვს და უკვე ნაკლებად ცალია სხვა ადგილების. აგერ შეხედეთ ფინეთსა და რუსეთს მას შემდეგ რაც უკრაინაში დაიწყო ომი მოგეხსენებათ რომ შვეიცარია და ფინეთი დაჩქარებული შვეიცარია ანუ შვედეთი და ფინეთი დაჩქარებული წესით მიიღეს ნატოში. შეხედეთ მანამდე პუტინი ამბობდა რომ არ დაუშვებდა ნატოს ამის შემდეგ უკვე არ დაუშვებდა უკვე თქვენ საკმაოდ გააფართოვეთ ნატო და არ დაუშვებო მის რუსეთის საზღვართან მოახლოებასო. ხო დაუშვა, ხო დათმო ფინეთი წარმოიდგინეთ რამხელა ისა აქვს რა ქვია სახმელეთო საზღვარი რუსეთთან თან როგორ ახლოს მდებარეობს პეტერბურგთან ყოფილი ლენინგრადის ქალაქი პეტერბურგის სიდიდით და მნიშვნელობით მეორე ქალაქი რუსეთში რუსეთის ყოფილი დედაქალაქი წარმოიდგინეთ დაახლოებით 100 კილომეტრი შეიძლება იყოს ფინეთის საზღვრიდან და მან დაუშვა წარმოიდგინეთ პეტერბურგიდან დაახლოებით 100 კილომეტრში ნატოს შემოსვლა და სახმელეთო საზღვარი შეხედეთ ნუ დაახლოებით 1000 კილომეტრზე 1000 კილომეტრზე მეტი იქნება სახმელეთო საზღვარი ფინეთსა და რუსეთს შორის მან ეს დათმო დაუშვა არა კაცო გამორიცხულიო აი ჩვენთან ასე ვთქვათ საქართველოში ცხოვრები პუტინისტები ხოლმე ისა რა ქვია როცა ამაზე ელაპარაკი რომ არაო კაცო პუტინიო ვარიანტი არ არისო უკან დახევა არ იცისო არა და საკმაოდ კარგად იცის უკან დახევა თუ მას თუ შეატყობს რომ არ გასდის აი ამის მაგალითი არის ეს ეხლაც მოგიყვანეთ აგერ ფინეთის მაგალითი გარდა ამისა შეხედეთ როდესაც იმაში ვენესუელაში შეხედეთ როდესაც ვენესუელაში ჩატარდა ის ოპერაცია და მისი უახლოესი მოკავშირე მადურო როცა დააპატიმრა ამერიკას სპეცოპერაციის შედეგად და ახლა ამერიკის ციხეში რომ იმყოფება ხო დათმო ხო ვერ დაეხმარა ბაშარ ასადი რომელსაც სანამ უკრაინაში დაიწყებდა ომს პუტინი მანამდე ხომ წლების განმავლობაში ინარჩუნებდა მაგრამ მას შემდეგ რაც უკრაინაში დაიწყო ომი მას ხო ხელფეხი უკვე უკრაინაში აქვს იმ ფრონტზე აქვს შებორკილი და თან იქაც ვერ იმარჯვებს და ბაშარ ასადის რეჟიმის დაცვამაც მოუწია უახლოესი მოკავშირის ახლა ირანში ხომ ხედავთ რა ამბები მიდის და ჯერჯერობით რაიმე ესეთი ფასეული დახმარება ირანის მიმართულებით პუტინის მხრიდან არ ჩანს აგერ უნგრეთში ხო იყო ისა რა ქვია საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირის შიგნით მისი უახლოესი მოკავშირე ვიქტორ ორბანი ხო დამარცხდა და ხო მოუწია შეგუება პუტინს ხო დათმო ასე რომ ის რომ პუტინი არ თმობსო და მასო უკან დახევა რას ნიშნავს არ იცისო ტყუილია არ დაიჯეროთ ამას სპეციალურად დაუცელებენ რომ ესე იგი ეს ვერსია გამორიცხულად რო გაასაღონ და ასე რომ ეკონომიკაზე და ფასებზე რო ლაპარაკობთ ეს ყველაფერი ერთმანეთზე გადაბმულია თუ მაგალითად საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია რომ მოხდეს თქვენ წარმოიდგინეთ ეს რამხელა სწრაფი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას იძლევა აი მაგალითად
და მათ შორის ყიდულოვანი უნარიანობის დასრომ ფასები ნაკლებ ძვირად მოეჩვენოს მოსახლეობის უმეტესობას მათი შემოსავლის ზრდიდან გამომდინარე. აი ამ თემებზე მინდოდა მელაპარაკა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად გრძანდებოდეთ.